Muhammad sallallahu alayhi wa sallam თქვა: "Man yakun fi hajati akhihi yakun Allahu fi hajatihi." Ვინც იმყოფება თავისი ძმის გაჭირვებაში, ანუ ეხმარება თავის ძმას გაჭირვებაში, ალლაჰ აზა ვა ჯალ ეხმარება მას მის გაჭირვებაში. მაგალითად შენ ცხოვრებაში რაღაც პრობლემა არის. ვერ ხედავ გამოსავალს შენ ცხოვრებისგან. ყველაფერი გაგეთი, არაფერი არ გამოგდის. ნებისმიერ გინ დაავადება, გინ ფინანსური, ნებისმიერ პრობლემა. აი ხადის შენთვის. გინდა გამოსავალი შენ მდგომარეობიდან, რა უნდა გაკეთო? თუ ისინი ვიღაცას მას გაჭირვება აქვს, ნებისმიერი ფინანსური ჯანმრთელობა. მით დაეხმარე მაგას. ფინანსურად უჭირს, დაეხმარე ფინანსურად. ფიზიკური დახმარება უნდა რაღაცა, ელემენტარული რაღაც აწევა, სახურავის გაკეთება სიტყვაზე, დაეხმარე მაგას. ნებისმიერი ძმა თუ ნახავ რაღაცა გასაჭირი აქვს, უყურე მაგას ისე როგორც აი შენთვის აი გამოსავალის მიზეზი როცა შენ გექნება. შეიძლება ეხლა არ აქვს პრობლემა, მაგრამ მომავალში ხო გექნება რაღაც პრობლემები ცხოვრება ეგეთია. ნახავ ისევ ვიღაცა ძმას გაჭირვება, რაღაც ნებისმიერი გაჭირვება, დაეხმარე მაგას. ასე მინდა მაგას დავამატოს მე უზენაეს ალლაჰ ყურანში თქვა: "ვა მა იატაყილა იაჯალ ლაჰუ მახრაჯა." ვისაც ალლაჰის ეშინია, ალლაჰი მაგას აძლევს გამოსავალს ნებისმიერი ცუდი მდგომარეობიდან. ვისაც ეშინია ალლაჰი. "ვა იარზუყუჰუ მინ ჰაითუ ლა იჰტასიბ." და აძლევს მაგას რისკს, ბარაკას და ყველაფერს მაგას ჭირდება, იქიდან საიდანაც არ მოელოდება. ასევე ადამიანი როცა ეხმარება თავის ძმას ალლაჰის ხათრისთვის, ეგაც შედის ამ აიათში. ვისაც ეშინია ალლაჰი ეხმარება მაგას მის გასაჭირში. ამიტომ ეგეთი ძმები არ გაუშვათ. ელემენტარულად დუა გავაკეთოთ. არ შეგიძლია ფინანსურად, ფიზიკურად დუა გააკეთეთ. ეგაც დახმარება შენი ძმისთვის.